იდეას მოგცე. ვიდეოთვის გადაიქე 0-დან როგორ უნდა აწყო მარტივი. 24 საათში. მოგისალმებით, როგორ ხართ? აცებული პირანაა თქვენთან ერთად. დღეს კი მე მინდა მოგიყვეთ თუ როგორ გავაკეთე თამაში 24 საათში. ამ დროში მე არ შემიძლია გამოვიყენო რაიმე სახის დახმარება. ან AI როგორიცაა ChatGPT. ასევე ამ დროში შედის ყველა გარე აქტიურობაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ძილი და სხვა საქმეებიც დროს ჩაუმაჭრის. თამაშში იქნება ბოსი, რომლის შეტევების დაემთხვევა მუსიკის ბიტებს. იდეა ასეთია. იქნება ტალღები და ამ ტალღების მიხედვით გართულდება თამაში. აი მაგალითად, ბოსი პირველ ტალღაზე უბრალოდ გესვრის ტყვეებს, მეორე ტალღაზე ტრიალს იწყებს, ხოლო მესამზე უკვე მოგსდებს. შეიძლება მსად ხელოვნური ინტელექტი ვერა, მაგრამ მაინც კარგი რაღაც გავაკეთოთ. No! God, please, no! ახლა კი დრო იყო ბოსის შეტევები მომერგო ბიტებზე. მოდით მუსიკა განვიხილოთ როგორც სიხშირე. დიახ, სიხშირე. შეიძლება ასეთი რაღაც დაგინახიათ თქვენ საედიტო პროგრამაში, Unity-ში თვითონ, შეიძლება ფიზიკის გაკვეთილზე, ან არ ვიცი ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნანახი გექნებათ, ეს არის სიხშირე, გაიცანით. მაშინ ამპლიტუდები, ანუ სიხშირეს უკიდურესი მწვერვალები, ამ შემთხვევაში ჩვენი ბიტებია. რაც მჭირდება არის ის, რომ შევქმნა ალგორითმი, რომელიც დაიჭერს ამ ბიტებს. ჩემი ჭკვიანი ტვინი კი აპირებდა ფილტრების გამოყენებას, რომელიც კონკრეტულ ხმის სიხშირეს შლის და არ შეუძლია ამპლიტუდების გარჩევა. აი ეს კი მე ვარ ამიდან, იდეა. აი ეს კი მე ვარ 2 საათში, როდესაც ამ ყველაფერს აცნობიერებს. და ხვდება რომ ფილტრები ასე არ გამოიყენება. გენასალები ყარღარავი. ცივიოფლი მასხავდა, რაც იყო გამოწვეული საფიქრად მცირე დროთი, ულევი ერორებითა და არც ისე კარგად ჩამოყალიბებული გეგმით. დავნებდი ამ იდეას ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მე წავედი. და მოვიფიქრე ასეთი რა. ყოჩი მიუთითე beat per minute, ანუ რიტმი. სწორედ ამ რიტმის სიხშირით ისროდა ბოსი ტყვიებს. რაც სამწუხაროდ მუსიკას სრულიად ვერ აჯდებოდა, მაგრამ რაც არის. თამაში ასე თუ ისე შეიკრა, მაგრამ უმარტივესია. უბრალოდ რაღაც კუთხეს იპოვი და საათი წიკ-წიკს განაგრძობდა. მე კი თამაშისთვის რაღაც სირთულე უნდა მივეცა. ამიტომ გავაკეთე ლაზერების წვიმა. Nice. მოდით ახლა გიხსნით თუ როგორ გავაკეთე ეს წვიმა, ისე რომ პერფორმანსი შემენარჩუნებინა. შეიძლება უკეთესი გზაც არსებობს, მაგრამ ჩემი ძმა კაცი AI-ის გარეშე არ შემიძლია უკეთესი გზის პოვნა. ხოლო მე კი ტექნიკას ვიყენებ სახელად object pooling-ი. იმის მაგივრად, რომ ყოველი ლაზერი სათითაოდ შევქმნა და გავანადგურო, უბრალოდ ვქმნი რამოდენიმე ლაზერს თამაშის დასაწყისში და ისინი იტვირთებიან იქვე, როცა არ მჭირდებიან ისინი უჩინარები არიან და როდესაც საჭირო იქნება მათი გამოყენება, მათ ვააქტიურებ და როდესაც საჭიროა მათი განადგურება, მათ ისე უჩინარს ხვდი და ასე შემდეგ ესე ციკლში მიდის და სულ ერთი და იგივე ლაზერებს ვიყენებ. რა ძალიან ზოგავს CPU-ს მუშაობას და არ უწევს ყოველ ჯერზე ახალი ლაზერის რენდერი. ხოლო თუ კი თქვენ გაინტერესებთ ასეთი ალგორითმები და ტექნიკები, დაწერეთ კომენტარებში და გავაკეთებ შედარებით შემეცდებით ვიდეოებს, სადაც განვიხილავ მათ. ასევე თამაში ჩავამატე სროლის მექანიკა. მაგრამ ძალიან ცუდი კოდი გამომივიდა და თან რაღაცნაირად უშნო იყო. ამიტომ არ დატოვე თამაში და ამოვშალე. თამაშის სწორედ ამ დროს დავამატე ჩვენთვის ნობილი URP და გავუკეთე bloom ეფექტი, რითაც არის თამაში გამორჩეული. ძალიან ბევრი რაღაც ვერ მოასწარი და რაც თავარია, რაც ჩანაფრი იქ მქონდა, ის ვერ გავაკეთე. დაიასე, დრო იყო რომ თამაში დამივილდა და ამეტვირთა საიტზე რათა თქვენ გეთამაშათ. მაგრამ ბედი რო არ გაკაცრა. ამომიხტა ესეთი ერორი, რომელიც არ ვიცოდი როგორ გამესწორებინა. ყველაზე გადაობა კი ის არის, რომ Unity რო გადავტვირთო თავისით გასწორდა. და კაი ფოთი
ვინაიდან და რადგანაც ჩელენჯი დასრულდა, მე მინდა დაგემშვიდობოთ და დავასრულო ეს ვიდეო. მადლობა სუხთი ყველა იმ ადამიანს, ვინც წინა ვიდეოები დაალაიქა და დააკომენტარა. ენთუზიაზმზე ჩად, ენთუზიაზმზე. ტიპმა აიღო, ისწავლა, გააკეთა, შედეგი დადო, იუთუბერმა ითამაშა, რაღაც გეშტალტი რაც ჰქონდა, ტიპმა დახურა ეგრე, საყურბინო. განსაკუთრებული მადლობა კი ბატონ სენაპს შეფასებისთვის. მანამდე კი ფის, მომავალ შეხვედრამდე. ჩემი აზრით კი თამაში იმით გამოირჩევა, რომ მოგწონს